Dawa Electronics-ის გარშემო TBC ბანკი უფლებადამცველთა ბრალდებას პასუხობს. საუბარი არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებადამცველთა ასოციაციაზე, რომელიც გიგი უგულავას, დავით კეზარაშვილსა და TBC ბანკს ანზორ ქოქოლაძისთვის კომპანია Electronics-ის უკანონო ჩამორთმევაში ადანაშაულებს. Საპასუხოდ კი ბანკი ამბობს, რომ კომპანია Electronics-ის აქციათა 55% ქოქოლაძემ TBC ბანკში 15 მილიონ ლარა დააგირავა, თუმცა მისი გადახდა ვეღარ მოახერხა. შედეგად 2010 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით აქციათა 55% TBC საკუთრებაში გადავიდა. მოგვიანებით კი ბანკმა Electronics-ი უცხოურ კომპანია Rimagi და Tracklink-ზე გაასხვისა. TBC-ში ამტკიცებენ, რომ ამ ოპერაციის შედეგად ბანკმა რამდენიმე მილიონით იზარალა. აქ არის სერიოზული საქმიანი ურთიერთობები, არც თუ ისე სახუმარო თემები, როგორც ბანკისთვის, ასევე თვითონ ელექტრონიკის პრობლემებისთვის და ეს პრობლემები არ წყდება საინფორმაციო სივრცეში ამ ტიპის გამცხადებების გაკეთებით. ჩვენ მზადავართ სამართლებრივ სიკვდილში დადგენილ წესით ნებისმიერ ორგანოსთან ურთიერთობის დროს ნებისმიერი დოკუმენტაციის წარმოდგენით, აი დადგენილი პროცედურების გავლით ვიდაოთ ვისაუბროთ და დავადგინოთ ჭეშმარიტება.